I'm German homolos, I drink coffee and I know things. მე-19 ეპიზოდის სიტყვა არის არამოზი. შეუძლებელია ეს ადამიანი არ შეგეცოდოს თუ მას სწორი მხრიდან შეხედავ. შეიძლება ცრემლიც კი წამოგივიდეს ამ შებრალებისგან, როცა დაუკვირვებლობის და აფექტის მდგომარეობაში შეიძლება თავისუფლად შემოგელახოს და შემოგელანწყოს იმდენად გამოგიყვანოს წყობიდან. ბავშვობაში და ასევე ზრდასრულობაში განცდილი გამოვლილი ფსიქოლოგიური ტრამვები, მარტოსულობის გრძნობის სიმწარით და წლების მანძილზე ნაგროვები ბრაზით ყალიბდება კატეგორია ადამიანებისა, რომელსაც ეწოდა არამოზი. ვინ არის და რას აკეთებს არამოზი? ამხელა ყურადღება რომ დაიმსახურა. არამოზი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დაუოკებელი, მოუშორებელი მოთხოვნილება, წყურვილი, სხვების გალანძღვის, კრიტიკის, შეურაცხყოფის, წყენინების, გაღიზიანების. ჩვენი დღევანდელი გავირტუალურებული ყოველდღიურობის გამო, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთთან პირისპირ შეხება იმდენად ხშირად აღარ გვაქვს და კომუნიკაციები ინტერნეტის საშუალებით ხდება უფრო მეტად, ამიტომ არამოზები თავიანთ მოთხოვნილებას სოცქსელებში იკმაყოფილებენ, როგორც კი შანსი მიეცემათ ადამიანს საშინელი სიტყვებით ან კულტურულად ლანძღავენ კომენტარებში. ხანდახან მიზეზი არ სჭირდებათ. ასეთ სამოწმენდილზე ისეთ ზიზღს აფრქვევენ სიტყვების საშუალებით კომენტარებში, რომ იფიქრებ ეს რომ მიუშვა, კაცსაც კი მოკლავსო. ზედმეტად არანორმალურად არიან კონცენტრირებულები, გადართულები ნეგატივზე. შეიძლება შეხვდეთ უბრალოდ ვარდის ან ხეზემჯდომი ციკვის ფოტო და იქაც კი იპოვონ რაიმე გასალანძღი და საჩხუბარი თემა. არამოზები გვხვდებიან ასევე მაღაზიებში, სავაჭრო სივრცეებში, მრავლად არიან სკოლებში, მასწავლებლებად წარმოდგენილები. ასევე ყველგან სადაც ველით მათ თუ არ ველით. თუმცა ხშირად ისინი არაჩვეულებრივად ინიღბებიან. რეალურ ცხოვრებაში ამ საძაგელ თვისებას ზოგჯერ ოდნავ არ ამჟღავნებენ. სამაგიეროდ ქმნიან საიდუმლო პროფილებს ძირითადად Facebook-ზე და ამ ხალხის გალანძღვის და წყენინების მოთხოვნილებას ასე იკმაყოფილებენ. ამ ამბავში სამწუხაროდ სასაცილო არაფერია. და ეს ხალხი არამოზები სერიოზულად საჭიროებენ დახმარებას. ის კი არა რომ აიმე ცუდად მომექცა არამოზი, უმიზესოდ გამლანძღა, მაწყენინა და დავეხმარო არა ისა, მეტი საქმე არ მაქვს, არა. ადამიანი გულგრილობისა და გაჯიბრებისთვის არაა შექმნილი. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის უნარი გამოვიჩინოთ, მაშინაც კი როცა გაბრაზებული და გულნატკენები ვართ. უფრო ღრმა ხედვით არამოზები ყურადღების ნაკლებობით იტანჯებიან, ფიქრობენ რომ არავის უყვარს ისინი, ვერ ამჩნევენ სძულთ და ასე აგრესიულებიც იმიტომ არიან, რომ სიყვარული და შემჩნევა სჭირდებათ. შეიძლება ეს კატეგორიულად უარყონ, მაგრამ ნამდვილად ასია. არამოზს დახმარება, ახსნა, ყურადღება და მეგობრული ადამიანები სჭირდება, რომლებიც ამ ყველა უშნო თვისებას მოაშორებენ დროთა განმავლობაში და უკეთეს ადამიანად აქცევენ.